საქართველოში არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია იქმნება, რომლის პრეზენტაციაც დღესვე შედგება. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ ძალისხმევა სექტორის პრობლემის მოგვარებისა და არააქციზური საქონლის მარკირების წინააღმდეგ. აერთიანებენ ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვებს ასოციაციის დამფუძნებელი მსხვილი ქართული კომპანიების Coca-Cola Bottles Georgia, Iberia, Refreshens's Aqua Geos, IDS Borjomi საქართველოსა და წყალი მარგებელის წარმომადგენლები უპასუხებენ. ასოციაცია ქართველი მწარმოებლების გაერთიანება დარგში არსებული პრობლემების მხარდაჭერისთვის სფეროს მომავალი განვითარებისა და ექსპორტის გაძლიერებისათვის სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ასოციაციის შექმნის მიზანი პირველ რიგში არის სწორედ ის, რომ დარგში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა მოხდეს. პირველ რიგში ეს არის არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების შესახებ. ორჯერ მიმართეს წარმოებლებმა ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს ღია წერილით, მიმართეს ასევე პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ ამ საკითხში მომხდარიყო გარკვევა როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე თვითონ ხელისუფლების, რადგან საექსპორტო ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია გაჯვირდებოდა და არაკონკურენტუნარიანი იქნებოდა სხვა პროდუქციასთან შედარებით. სამწუხაროდ ფინანსთა სამინისტროდან არ არის არანაირი რეაგირება.